განახლებული სკვერი, თერმული წყლების აბაზანები და სასმელი წყლის რეზერვუარები, საირმის ბალნეოლოგიური კურორტის სრული ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია დაწყებულია. სულ მალე დამსვენებელს კურორტზე მკურნალობის გარდა კომფორტულად დასვენებაც შეეძლებათ. კურორტზე გზების რეაბილიტაცია და ევროპული დიზაინის გარეგანათებების დამონტაჟება უკვე დაწყებულია. მიმდინარეობს მდინარის ორივე მხარეს ბეტონის აყრდენი კედლების აღდგენა. მონტაჟდება ასევე საერთაშორისო სტანდარტების წყლის საქლორატორო და საფილტრის სადგური. სკვერში მოეწყობა ბილიკები, მოსასვენებელი და მინერალური წყლის ასავსები ადგილები. ხდება საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაც. შენდება გერმანული სპეციალისტების მიერ დაპროექტებული თერმული წყლის აბაზანები, რომლის მსგავსი აღმოსავლეთ ევროპაში არ არსებობს. უკვე აღდგენილია საირმემდე მისასვლელი 23 კილომეტრიანი გზა, რომელსაც 1946 წლის შემდეგ სრული რეაბილიტაცია არ ჩატარებია. მიმდინარეობს საფეხმავლო და საავტომობილო ხიდების რეაბილიტაცია მდინარე წაბლარას წყალზე. ძალიან გვიხარია, ყველაფერი კარგად კეთდება, ჩვენს დასაქმებულები ვართ. გვიხარია, რაც უფრო მეტი გალამაზდება ჩვენი საქართველო, მით უფრო უკეთესია. ჩვენც მუშაობთ, გასხოვორკაპი ვიღებულობთ და ხალხსაც უხარია და ჩვენც გვიხარია. სოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს დაბა საირმის ინფრასტრუქტურის პროექტს. ამჟამად მიმდინარეობს წყლის რეზერვუარების მშენებლობა, საქლორატორის და განწვედი ნაგებობის მშენებლობა, რაც თავიდან ბოლომდე გადაუწვის დაბა საირმეს ეკოლოგიურად სუფთა წყლის მიწოდების პრობლემას. პროექტ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ახორციელებს. ადგილზე 350 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოები რამაზ ნიკოლაიშვილმა დაათვალიერა. საუკეთესო მაგალითია იმის თუ როგორ უნდა დააბანდონ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტში, როგორც სახელმწიფო ფული, ასევე ინვესტორმა. თქვენ ხედავთ რა ფრონტია გაშლილი სამუშაოები, ჩვენ დავავალა პრეზიდენტმა შარშან და ერთ თვეში ივლისის განმავლობაში აქ შესაძლებელი იქნება, რომ უკვე რამდენიმე 1000 ადამიანმა დაისვენოს იმ კურნალოს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაბა საირმეში ერთ თვეში დასრულდება. საკურორტო სეზონსაც სრულად კეთილმოწყობილი შეხვდება და ტურისტების ჩამოსვლას დაელოდება.